წარმატებული მოდელი და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი მელანია ტრამპი 1970 წლის 26 აპრილს დღევანდელ სლოვენიაში, იმ დროისთვის იუგოსლავიის ქალაქ ნოვო მესტოში დაიბადა. ვიქტორ და ამალია კნავსის სამანქანო ნაწილების გამყიდველის და სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლის უმცროსმა ქალიშვილმა სამოდელო კარიერა წამოიწყო. 1990-იან წლებში მუშაობდა პარიზში, მილანსა და ნიუ-იორკში, სადაც იგი მომავალ მეუღლეს დონალდ ტრამპს შეხვდა. წყვილმა 2005 წელს პალმ ბიჩში იქორწინა. ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ მელანია კნავსი მელანია ტრამპი გახდა. 1 წლის შემდეგ მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც მოიპოვა და იმავე წელს დაიბადა დონალდ და მელანია ტრამპის პირველი ვაჟი, ბარონ ტრამპი. მელანია ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიებში და რესპუბლიკური პარტიის ყრილობებზე იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი მეუღლის პოლიტიკური კარიერის დაწყების დღიდან იგი საერთაშორისო პრესის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოიქცა. მათ შორის მაშინ, როდესაც ნიუ-იორკ პოსტმა მისი სამოდელო წლების დროს გადაღებული ეროტიკული ფოტოები გაავრცელა და მაშინაც, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტის პლაგიატში ამხილეს. იგი მხარში ედგა მეუღლეს მაშინ, როდესაც 2016 წლის კამპანიის დროს დონალდ ტრამპს და მის მოკავშირეებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე კლიენტის გაჩუმების სანაცვლოდ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის ადვოკატისთვის $130,000 გადაცემაში ედებოდათ ბრალი. და ახლაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მელანია ტრამპი მისი მეუღლის შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი ჰიტლერი არ არის. თუმცა არის საკითხები, რომელიც წყვილს ყოფს. დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტის საკონსტიტუციო უფლება გაუქმა, ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მელანია ტრამპმა გამოაქვეყნა მემუარი, სადაც ამ უფლების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ესაუბრეს დონალდ ტრამპს, სანამ წიგნში ამის შესახებ დაწერდით. დიახ, მან გაცნობის პირველივე დღიდანვე იცოდა ჩემი პოზიციის შესახებ. ჯერა ინდივიდუალური თავისუფლების მინდა თავად მივიღო გადაწყვეტილებები ჩემი სხეულის შესახებ. არ მინდა ხელისუფლება ჩემს პირად საქმეში ერეოდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მელანია ტრამპი მედისონ სქვერ გარდენში რესპუბლიკური პარტიის კამპანიის დასკვნით ყრილობას დაესწრო. მან ნიუ-იორკს მშობლიური და მსოფლიო ინდუსტრიის უდავო დედაქალაქი უწოდა. ეს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მელანია ტრამპის პირველი სიტყვით გამოსვლა იყო და სავარაუდოა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში მელანია ტრამპი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, ყურადღების ცენტრში ყოფნას კვლავ მოერიდება.